თავდაპირველად გეტყვით, რომ პირველებმა სულ რამდენიმე წუთის წინ გადაიღო კადრები თუ როგორ გადაყავთ პოლიციის ეკიპაჟით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ლუკა ხურცილავა პენიტენციურ დაწესებულებაში, სავარაუდოდ მას მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლებენ. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს სხდომა. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილის თანდასწრებით პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლუკა ხურცილავამ ჩადენილი დანაშაული აღიარა და პატიება ითხოვა. საქმეში დევს 1 საათიანი ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს ლუკა ხურცილავა, ასევე 4 პოლიციელი, როგორც საქმის პროკურორი პირველებთან საუბრისას განმარტავს, ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ჩანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზაც და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბრალდების მხარემ არ გამორიცხა ის ფაქტი, რომ დაკავებულ პირთა წრე გაფართოვდეს და დააკავონ ის პოლიციელები, რომლებიც ლუკა ხურცილავასთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილზე, როდესაც 16 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. იმ დროს, როდესაც არასრულწლოვანი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ამ ვიდეო ჩანაწერში ისმის მუქარი შემცველი გზავნილები, თუ არასრულწლოვანი არ გახსნიდა მობილურ ტელეფონს, მას ადმინისტრაციული წესით დაკავებით ემუქრებოდნენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით არსებობდა დღეს ამ საქმეზე კითხვები. საქმის პროკურორი განმარტავს, რომ ყველა ეს მტკიცებულება, რომელიც საქმეში დევს, დეტალურად იქნება შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას კიდევ ვის დაადონ ხელბორკილები ლუკა ხურცილავასთან ერთად. ბრალდების მხარეს ქონდა შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აქვეთი ხონისების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აქვეთი ხონისება ამ შემთხვევაში პატიმრობა იქნა გამოყენებული. რამოდენიმე დღის განმავლობაში მყისიერად იქნა მოპოვებული არაერთი პირდაპირ მტკიცებულება. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო პროცესედაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა. კადრებში გარდა ლუკასი ჩანს კიდევ 4 პოლიციელი, მათ შორის ცნობილია მათი სახელები და გვარები. მაგალითად მანჯავიძე, ზურა კეკელაშვილი. ამ ადამიანებთან დაკავშირებით როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები? საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება არაერთი საპროცესო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და როდესაც ჩვენ საბოლოოდ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, მიეცემა შესაბამისი სამართლების შეფასება. 16 წლის ბიჭის საქმეში დევს ვიდეო მტკიცებულება, სადაც რამდენიმე ეპიზოდში ისმის მუქარი შემცველი გზავნილები გარდა დაკავებისა არასრულწლოვან ბიჭს ემუქრებოდნენ, რომ ციხეში მყოფ მამაზე იძიებდნენ შურს. დღეს უფლებადამცველი ლუკა ხურცილავასი განმარტავს, რომ მოსამართლე თეონა ეპიტაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო და ადვოკატი განმარტავს, რომ სხდომათა დარბაზიდან უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიციელი, რომელიც ძალადობაში არის ხილებული, ოჯახის წევრებთან ადვოკატი კონსულტაციას გაივლის და სწორედ ამის შემდეგ გახდება უკვე ცნობილი, გაასაჩივრებენ თუ არა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩემი დაცვაში ყოფილი ლუკა ხურცილავა გულწრფელად აღიარებს, ინანიებს და გამომდინარე აქედან დღეს თვლი რომ სასამართლომ მიიღო სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რაც გამოხატული იქნა მის პატიმრობის აკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებაში და გასაჩივრებას რაც შეეხება, აქვე მინდა შემიძლია გითხრათ, რომ გავივლი კონსულტაციებს ოჯახთან, ჯერ გადაწყვეტილი არა გვაქვს და ამის შემდგომ გადავწყვიტავთ, იქნება თუ არა გასაჩივრებული აღნიშნული გადაწყვეტილება. სხდომათა დარბაზშიც აღიარა ჩემი დაცვაში ყოფმა, მანამდენაც თავის ფეხით გამოცხადდა პოლიციაში, ადვოკატის გარეშე აღიარა და ინანიებს ყოველივეს. პირველ დარბაზში ჩატარდა დღეს ლუკა ხურცილავას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს არის ყველაზე დიდი დარბაზი. ამ დარბაზში 150 ადამიანი იყო. ძირითადი შემადგენლობა იყო სწორედ ძალოვანი უწყების თანამშრომლების. 1 საათიანი ვიდეო ჩანაწერით პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 16 წლის მოზარდმა ამხილა მთელი სისტემა. ახალგაზრდა უпростоრად მოზარდს პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ის იყო დამდები და ასეც ცდილობდნენ მის დატერორებას. დღეს სწორედ სისტემის თანამშრომლებთან არსებობდა ამასთან დაკავშირებით კითხვები, როგორ მუშაობენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს აქ მოსული თანამშრომლები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაკავებული პოლიციელისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ. პირველების მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვას დღეს ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა არ უპასუხეს და საქალაქო სასამართლო დუმილის ფონზე დატოვეს.
თქვა ლუკამ, რატომ გადავამეტე უფლებამოსილებასო? სისტემაში რეალურად ასე ხდება სულწონების დაკავება? ადმინისტრაციული წესით დაკავებით ემუქრებოდნენ თუ მობილურს არ გაუხსნიდა? ასე ატერორებთ ახალგაზრდებს? მოინანია დანაშაული ლუკამ, ქონდა რამე სათქმელი სხდომათა დარბაზში? 150 ადამიანი ესწრებოდით ამ პროცესს. ეს სრული მობილიზება მხარდასაჭერად გამოაცხადეთ? სრული მობილიზება გამოაცხადეთ და სისტემაში ასე ხდება, როდესაც არასრულყოფილებს აკავებთ. ეუბნებოდნენ პოლიციელები, რომ თუ მობილურს არ გაუხსნიდა, უკვე ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა მისი დაკავება. აგინებდა, დედა ამბობს, რომ დაზიანებებიც ჰქონდა. ასე მუშაობს სისტემა? რა მითი მართლა თავი ბატონმა ლუკამ? რატომ გადაამეტა ძალას? პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 16 წლის მოზარდმა ძალადობაში ამხილა, სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში შესახლებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მას დღეს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 8 აპრილს არის ხურცილავა შემდეგი სასამართლო პროცესი ჩანიშნული. მადლობა მარიამ, პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილი საუბრობდა.